ეხლა ჩვენ მოვედით 31 საავიაციო ქარხნის ბაღში. აქ როგორც ხედავთ, ძალიან რთული სიტუაცია, რამდენიმე წელიწადია, რაც უპატრონოდ არის მიტოვებული ეს სკვერი, არადა ძალიან ლამაზი სკვერია და ძალიან ბევრი ხედგას აქ. ბავშვებისთვის კარგი გასართობი ადგილი შეიძლება იყოს. სკამები არის დამწრეული, არგახანი არ განახლებულა. ასევე ჩვენ ხედავთ ძალიან საყვარელ ადგილს ზაფხულში განსაკუთრებით ეს არის ბასეინი, რომელიც სადაც შეიძლება რომ ძალიან კარგი პატარა ჩადრევნები დაკეთდეს და ზაფხულში ბავშვები სულს მოიხმარენ. სამწუხაროა რომ აი ესეთ მდგომარეობაში უკვე წლებია და არავინ ყურადღებას არ აქცევს ამას. აუცილებელია რომ ეს სკვერი უნდა გახდეს დაუბრუნდეს პირველად მდგომარეობას და უფრო უკეთესიც უნდა გახდეს. არის ამის პოტენციალი და ვფიქრობ რომ უნდა იყოს გამოყენებული. აქ ასობით ბავშვი დაისვენებს ზაფხულში, განსაკუთრებით იმ ოჯახების ბავშვები და ის ოჯახები, რომლებიც ვერ ახერხებენ სოციალური სიფრთხილის გამო ქალაქიდან გასვლას. გახდა რომ ეს ასპარტის საფარი დაიგოს დროულად და წვიმაში და წყალში არ იყოს გადაადგილება პრობლემური. რამდენიმე ფოტოს გადავიღებ და აუცილებლად რეაგირებას. არის გაჩერება. ეს მდგომარეობაში არ ავიდე გადაგაცემ. რეალურად პიკის საათი არის, მაგრამ უკვე რადგან ბოლო გაჩერებაზე ვარ, ხალხის რაოდენობა აღარ არის იმდენი ავტობუსი, თუმცა ძალიან რთულია ხოლმე დღის საათებში მგზავრობა, რადგან ძალიან გადატვირთულია ავტობუსები, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რთულია მგზავრობა ადამიანების, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. ჭიათურიდან არის, ხო? თქვენ ჭიათურიდან ხარ? ძალიან სასიამოვნოა. აქ ცხოვრობ ეხლა? აი მოვედით უკვე ჩემს სახლში, მანამ სანამ ჩვენ გვექნება ოფისი და სანამ უფრო აქტიურ მუშაობას შეუდგენთ ოფისში, მანამდე ვიკრიბებით ჩემთან სახლში და იქ გეგმავთ სამომავლო გეგმებს თუ როგორ უნდა მოვიდოთ პრაიმერი. კარგი როგორ მოდიან ყავასწავლებლები და თქმა უნდა შესაძლებლად მოვიდოთ განესის დავაყოლოთ. უხუცესებს ნახავდი ხომ? მე როგორ ჩაერთო დედიკო. მონატრებული შეხვედრების ფავორიტი. სამამისა მოგევნე.